სკანდალი ევროვიზიის გარშემო კონკურსის გამარჯვებული 19 წლის ლენა მაიერის კონკურსში მონაწილეობა სულ ცოტა ხნის წინ კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. ევროვიზიამდე ჟურნალისტებმა 2 წლის წინ გადაღებული სკანდალური ვიდეო გაავრცელეს, სადაც 17 წლის ლენა უცნობ მამაკაცთან ერთად ეროტიულ სცენებში მონაწილეობს. ელოდათ ვარა კლიპის გადაღებამდე არასრულწლოვანი მომღერალი კონკურსში გამარჯვებას და როგორი მოქმედებს თინეიჯერის იმიჯზე სკანდალი და გამარჯვება ნახეთ ჩვენს რეპორტაჟში. The winner of the Eurovision Song Contest 2010 is Germany. 19 წლის ლენა მაიერი ახლა ევროვიზიაზე გამარჯვებას ზეიმობს, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ მისი კონკურსში მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. Was ist denn das? Skandალური ვიდეო გაავრცელეს. ვიდეო რგოლში ნათლად ჩანს სკოლის მოსწავლე არასრულწლოვანი ლენა მაიერის თავშობული სექსი მომხიბლავ უცნობ მამაკაცთან ერთად. ეროტიულ ფილმში ლენა მაიერი 2009 წელს გადაიღეს. მაშინ როცა თამამი თინეიჯერი ვიდეო რგოლს იღებდა, ვერც იმას წარმოიდგინდა, რომ ევროვიზიის კონკურსში გაიმარჯვებდა და ვერც იმას, რომ ეს ინტერვიუ დღეს მაყურებლისთვის საინტერესო გახდებოდა. მე ასეთი რამ ადრე არასდროს გამიკეთებია, ახლაც მიმაჩნია, რომ ამაში ცუდი არაფერია. ისე ვიდეო კამერასთან მუშაობა უფრო ადვილი აღმოჩნდა, ვიდრე ფოტოკამერასთან. სცენარის მიხედვით ლენა მაიერი და ახალგაზრდა მამაკაცი ღამით უცხო ტერიტორიაზე იპარებიან და წყლით სავსე აუზში სიყვარულისთვის იძირებიან. სკანდალური სცენა სულ 3 წუთს გრძელდება. Whether you are sweet or cool, I'm gonna love you either way. სოფლიოში პოპულარობა ლენა მაიერს სიმღერა სატელიტის ვიდეო კლიპმა მოუტანა. ინტერნეტში ვიდეო რგოლს 4 მილიონი მსმენელი ჰყავს, თუმცა ინტერნეტ სივრცეში არანაკლები პოპულარობით ლენას არამუსიკალური ვიდეო რგოლიც სარგებლობს. დღეისათვის სულ ეს იყო ქრონიკა 20 საათზე, ამით დასრულებულია ტელეიმედის საინფორმაციო სამსახური მოვლენილ. სკანდალური ვიდეო გაავრცელეს. ვიდეო რგოლში ნათლად ჩანს სკოლის მოსწავლე არასრულწლოვანი ლენა მაიერის თავშობული სექსი მომხიბლავ უცნობ მამაკაცთან ერთად. ეროტიულ ფილმში ლენა მაიერი 2009 წელს გადაიღეს. მაშინ როცა თამამი თინეიჯერი ვიდეო რგოლს იღებდა, ვერც იმას წარმოიდგინდა, რომ ევროვიზიის კონკურსში გაიმარჯვებდა და ვერც იმას, რომ ეს ინტერვიუ დღეს მაყურებლისთვის საინტერესო გახდებოდა. მე ასეთი რამ ადრე არასდროს გამიკეთებია, ახლაც მიმაჩნია, რომ ამაში ცუდი არაფერია. ისე ვიდეო კამერასთან მუშაობა უფრო ადვილი აღმოჩნდა, ვიდრე ფოტოკამერასთან. სცენარის მიხედვით ლენა მაიერი და ახალგაზრდა მამაკაცი ღამით უცხო ტერიტორიაზე იპარებიან და წყლით სავსე აუზში სიყვარულისთვის იძირებიან. სკანდალური სცენა სულ 3 წუთს გრძელდება. Whether you are sweet or cool, I'm gonna love you either way. სოფლიოში პოპულარობა ლენა მაიერს სიმღერა სატელიტის ვიდეო კლიპმა მოუტანა. ინტერნეტში ვიდეო რგოლს 4 მილიონი მსმენელი ჰყავს, თუმცა ინტერნეტ სივრცეში არანაკლები პოპულარობით ლენას არამუსიკალური ვიდეო რგოლიც სარგებლობს. დღეისათვის სულ ეს იყო ქრონიკა 20 საათზე, ამით დასრულებულია ტელეიმედის საინფორმაციო სამსახური მოვლენილ. სკანდალური ვიდეო გაავრცელეს. ვიდეო რგოლში ნათლად ჩანს სკოლის მოსწავლე არასრულწლოვანი ლენა მაიერის თავშობული სექსი მომხიბლავ უცნობ მამაკაცთან ერთად. ეროტიულ ფილმში ლენა მაიერი 2009 წელს გადაიღეს. მაშინ როცა თამამი თინეიჯერი ვიდეო რგოლს იღებდა, ვერც იმას წარმოიდგინდა, რომ ევროვიზიის კონკურსში გაიმარჯვებდა და ვერც იმას, რომ ეს ინტერვიუ დღეს მაყურებლისთვის საინტერესო გახდებოდა. მე ასეთი რამ ადრე არასდროს გამიკეთებია, ახლაც მიმაჩნია, რომ ამაში ცუდი არაფერია. ისე ვიდეო კამერასთან მუშაობა უფრო ადვილი აღმოჩნდა, ვიდრე ფოტოკამერასთან. სცენარის მიხედვით ლენა მაიერი და ახალგაზრდა მამაკაცი ღამით უცხო ტერიტორიაზე იპარებიან და წყლით სავსე აუზში სიყვარულისთვის იძირებიან. სკანდალური სცენა სულ 3 წუთს გრძელდება. Whether you are sweet or cool, I'm gonna love you either way. სოფლიოში პოპულარობა ლენა მაიერს სიმღერა სატელიტის ვიდეო კლიპმა მოუტანა. ინტერნეტში ვიდეო რგოლს 4 მილიონი მსმენელი ჰყავს, თუმცა ინტერნეტ სივრცეში არანაკლები პოპულარობით ლენას არამუსიკალური ვიდეო რგოლიც სარგებლობს.